მოგესალმებით. მე გახლავართ ნანა სარიშვილი, საქართველოსთან ოფიციალური წარმომადგენელი ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენი ქართველი პაციენტების გზამკვლევი, მოდი ესე ვთქვათ, ასოციაცია ერთმანეთიდან. დღეს მე გახლავართ ქალაქ სამსუნში, წამყვან კლინიკათა ქსელში, ეს გახლავთ Liv ჰოსპიტალი. ჩვენი სტუმარია ზოგადი ქირურგი სულთან აიას. მოგესალმებით ბატონო სულთან. კეთილი იყოს თქვენი ჩვენს ეთერში მობრძანება. მე მინდა დავისვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც აინტერესებს ჩვენს ქართველ პაციენტებს. Teşekkür ederim. Ben Doktor Sultan Ayaz. დიდი მადლობა. მე გახლავართ ზოგადი ქირურგი, ექიმი სულთან აიას. დაახლოებით 1 წელია, რაც სამსუნის Liv ჰოსპიტალში ვსაქმიანობ. ძირითადად მუშაობ სიმსუქნის ქირურგიასა და ონკოლოგიურ შემთხვევებზე. ამ კლინიკამდე 3 წლის გამოცდილება მქონდა ზოგად ქირურგიაში და მანამდე სინოფის პროვინციაში ვმუშაობდი. Როგორ ვითარდება ზოგადი ქირურგია? Gelişmesiyle beraber genel cerrahi ameliyatlarının da geleneksel ameliyatlardan დღესდღეობით ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ზოგადი ქირურგიული ოპერაციებიც შეიცვალა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით ახლა ლაპარასკოპიული და რობოტული ქირურგია უფრო კომფორტულია პაციენტისთვის. რატომ? იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი ნაკლებ ტკივილს განიცდის. ავადმყოფობის შემდეგ ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდი მცირდება. ინფექციის რისკი mtsirდება. Az olması ve hastanede kalış süresini kısaltması nedeniyle teknolojiden sıkça yararlandığımız tekniklerdir. Როგორია ლაპარასკოპიული და ტრადიციული ქირურგიის მთავარი განსხვავებები? Laparoskopik cerrahi 1990'lı yıllardan günümüze kadar giderek ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ძირითადად ლაპარასკოპიული მეთოდით სრულდება. როგორც აღნიშნე, ამ ტექნოლოგიას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ოპერაციის ჭირობები გაცილებით მცირე ზომისაა. ინფექციის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ოპერაციის შემდეგ ტკივილი ნაკლებია. ქირურგისთვისაც უფრო კომფორტულია ოპერაციის ამგვარად ჩატარება. ამდენად დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ლაპარასკოპიულ ქირურგიას რობოტული ქირურგია ჩაანაცვლებს. Laparoskopik cerrahinin yerinde robotik cerrahinin almasını bekliyoruz. Ბატონო სულთან, რომელი სიმპტომები არ უნდა უგულებელყოს ადამიანმა და აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს? Şimdi özellikle kilo kaybı, karın ağrısı, თუ ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: წონის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, ახლად დაწყებული ყაბზობა, საყლაპავიდან ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ანემია, სისხლის ნაკლებობა, განსაკუთრებით 45 წელს გადაცილებულ პაციენტებში ეს სიმპტომები შეიძლება ონკოლოგიური დაავადების ნიშანი იყოს. ამიტომ აუცილებელია ზოგადი ქირურგის კონსულტაცია. ალბათ იკითხავთ თუ რა გამოკვლევებია რეკომენდებული ასაკის მიხედვით და მეც გიპასუხებთ რომ 50 წლის შემდეგ კეთდება ენდოსკოპია და კოლონოსკოპია კუჭისა და ნაწლავის კიბოს გამოსარიცხად 40 წლის შემდეგ ქალებში მამოგრაფია და მკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა მკერდის კიბოს დასადგენად. Onun dışında 50 yaş üzeri hastalarda mutlaka tarama amaçlı endoskopi ve kolonoskopiyi ihmal etmemelerini önermekteyiz. რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრების სტილი ქირურგიული ჩარევების თავიდან ასაცილებლად? Cerrahi müdahaleden kaçınmak için doğru beslenme. ქირურგიული ჩარევის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრების ჩანსაღი წესის დაცვა, რაც გამოიხატება შემდეგში: მინიმუმ 7 საათიანი ძილი, დილით ადრე გაღვიძება, ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთიანი სეირნობა ფეხით და კარბოჰიდრატების ტკბილეულის, თეთრი ფქვილის, პურპუნთი შეულის შემცირება და ასე შემდეგ. Bizim için önerebileceğimiz en önemli şeylerdir. რა ტიპის ჩივილებით მოდიან ყველაზე ხშირად პაციენტები თქვენთან? Genel cerrahi uzmanı olmam nedeniyle hasta kliniğimize en fazla ჩვენს კლინიკაში პაციენტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის კიბოსა და სიმსუქნის პრობლემებით მოდიან. განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული პაციენტების მიმართ ძალიან ყურადღებიანები ვართ, რათა მათი მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ. ხანდახან პაციენტებსა და ქირურგებს შორის კომუნიკაციაში პრობლემები
პრობლემები იქნება, რადგან ზოგჯერ პაციენტები ვერაცნობიერებენ თავიანთი დაავადებების სერიოზულობას და ქირურგის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორად არ ესმით. განსაკუთრებით სიმსუქნის ქირურგიაში ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია. პაციენტმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა ოპერაციის შედეგების შესანარჩუნებლად. Obezite, aşırı kilolu olan hastalar başvurmakta. როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან? Özellikle yurt dışından ve şehir dışından gelen hastalarımıza პირველ რიგში ყველა პაციენტს უდგებით მთელი გულისყურით, რადგან მათი ჯანმრთელობა და შესაბამისად კმაყოფილება ექიმის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად ტარდება გასტროქტომიული სლივი, მუცლის მცირე ზომის მილად გარდაქმნა, რაც საკვების მიღებას ამცირებს. ასევე გასტროქტომიული ბაიპასი, საკვების შეწოვის შემცირება, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს. işlerini hızlandırması için elimizden geleni yapmaktayız. რა არის ქირურგისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პაციენტებთან ურთიერთობისას? Cerrahlarla hastaların iletişimde en büyük sıkıntı kurdukları noktalar hastaları bazen hastalığının ciddiyetini მაგალითად, ბარიატრიული ქირურგიის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ, ვის შეიძლება ჩაუტარდეს ოპერაცია. თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, ანუ BMI 40 აღემატება, პირდაპირ ოპერაციის კანდიდატია. თუ BMI 35-40-ის ფარგლებშია და აქვს დამატებითი დაავადებები, დიაბეტი, მაღალი წნევა, ძილის საპნოე და ასე შემდეგ, ოპერაციისთვის შესაფერისია. თუ BMI 30-35-ის ფარგლებშია და აქვს არაკონტროლირებადი დიაბეტი, ასეთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლებელია ოპერაციის განხილვა. sonuçlanmasını sağlayacaktır. Belki bu konuda sorun yaşanabilir. ბატონო სულთან, როგორ უმკლავდებით რთულ და ემოციურ სიტუაციებს? Biraz da bariatrik cerrahi hakkında bilgi vermek istiyorum. Obezite ameliyatları მე როგორც ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი 1000-ზე მეტ წარმატებულ ოპერაციასა და 2000-ზე მეტ ენდოსკოპიურ და კოლონოსკოპიურ პროცედურას ვატარებ. ქართულ პაციენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მკურნალობით, სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს კლინიკაში. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით სტუმრობისა და ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის. Binden fazla başarılı vaka geçmişi mevcut. 2000'den fazla endoskopi ve kolonoskopi işlemi yapmış bulunmaktayım. ძალიან საინტერესო იყო ბატონ სულთან თქვენთან იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც აინტერესებს ჩვენს ქართველ პაციენტებს. დიდი მადლობა გვეიმედებით. კარგად ბრძანდებოდეთ. Bu güzel söyleşi için ben კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. მზად ვართ ქართველი სტუმრების სამსახურისთვის. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.